მოგესალმებით. დღეს ერთ ძალიან საინტერესო, შეიძლება ითქვას, რადიკალურ იდეაზე ვისაუბრებთ. მისი ავტორი ფიზიკოსი გიადვალია. აი დაფიქრდით, რა მოხდება თუ ეს გიგანტური იდუმალი შავი ხვრელები სინამდვილეში კვანტური კომპიუტერებია და მეტიც იქნებ რომელიღაც ძალიან განვითარებული უცხო ცივილიზაციები სწორედ მათ იყენებენ რაღაც წარმოუდგენელი გამოთვლებისთვის. კი, ნამდვილად, ერთი შეხედვით შეიძლება სამეცნიერო ფანტასტიკას გავს, არა? მაგრამ ამ იდეაში საინტერესო ისაა, თუ როგორ აერთიანებს ის ფიზიკის ძალიან ფუნდამენტურ საკითხებს, გრავიტაციას, კვანტურ მექანიკას, ინფორმაციის თეორიასაც კი. ეს გვაიძულებს, რომ შავხვრელებს შევხედოთ სულ სხვანაირად, არა როგორც უბრალოდ რაღაც კოსმოსურ ხაფანგებს, არამედ როგორც რაღაც ბევრად უფრო რთულ სისტემებს. გასაგებია. მოდი საფუძვლებით დავიწყოთ მაშინ. ფიზიკაში ხომ ცნობილია, რომ რაც მეტი ენერგია გვაქვს, მით უფრო პატარა დეტალების, ანუ მცირე მანძილების დანახვა შეგვიძლია. მიკროსკოპიც ასე მუშაობს, ნაწილაკების ამაჩქარებელიც. დვალის ანალიზით არსებობს რაღაც კრიტიკული ენერგია, პლანკის ენერგიას ვეძახით. და თუ ამ ზღვარს გადავაბიჯებთ, დამატებითი ენერგია კი აღარ გვეხმარება, რომ უფრო ღრმად ჩავიხედოთ, უფრო მცირე მასშტაბი დავინახოთ. პირიქით, ეს ენერგია, ესე იგი კოლაფსირებს და ქმნის შავ ხვრელს. ანუ იქმნება შავი ხვრელი. ხო, და კიდევ მეტი ენერგია, უბრალოდ უფრო დიდი შავი ხვრელი მიიღება. აი ეს არის პარადოქსი. გინდოდა რაღაც უმცირესი გაგეზომა, მაგრამ შედეგად მიიღე უზარმაზარი ობიექტი. საინტერესოა. ეს კი ნიშნავს, რომ შავი ხვრელები თითქოს ურევენ ერთმანეთში ძალიან მაღალი ენერგიების ფიზიკას, ანუ ძალიან მოკლე მანძილების ფიზიკას და დაბალი ენერგიების ფიზიკას, გრავიტაციას, დიდ მანძილებს. ფიზიკოსები ამას UVIR შერევას ეძახიან. საკმაოდ არაინტუიციური კავშირია, ხომ ხვდები? თითქოს მიკროსკოპმა უცებ ტელესკოპის ფუნქციაც შეიძინა. მართლაც უცნაურია, კარგი გასაგებია. მაგრამ თუ ყველაფერი შავ ხვრელში ვარდება და იყლაპება, რა ბედი ეწევა ინფორმაციას? აი იმის შესახებ თუ რა ჩავარდა შიგნით? ვთქვათ, წიგნი რომ ჩავაგდოთ, ინფორმაცია მის შინაარსზე ხომ არ იკარგება სამუდამოდ, ეს ხომ ეწინააღმდეგება ფიზიკის კანონებს? ზუსტად. ეგ არის ცნობილი ინფორმაციის პარადოქსი. 10 წლეულებია ფიზიკოსებს ეს საკითხი მოსვენებას არ აძლევს. დვალის ჰიპოთეზა აქაც საინტერესო გამოსავალს გვთავაზობს. მისი მოდელით ინფორმაცია არ იკარგება, ის ინახება შავი ხვრელის ზედაპირზე, ანუ მოვლენათა ჰორიზონტზე. ჰორიზონტზე? როგორ? კი, გრავიტონების სახით. ესენი არიან გრავიტაციის ჰიპოთეტური კვანტური ნაწილაკები. ანუ ინფორმაცია ინახება ამ გრავიტონების ძალიან სუსტი ველების კონფიგურაციაში. აი ჰოლოგრამასავითა, ხომ იცი? ორგანზომილებიან ფირფიტაზე ჩაწერილი ინფორმაცია სამგანზომილებიან სურათს ქმნის. აქაც რაღაც მსგავსია, შავი ხვრელის შიგთავსის სრული აღწერა მის საზღვარზეა დაბეჭდილი. ანუ ინფორმაცია კი ინახება ჰორიზონტზე, მაგრამ ეს საკმარისია, რომ შავ ხვრელს კომპიუტერი უწოდოთ. კომპიუტერმა ხომ უნდა დაამუშავოს ინფორმაცია, არა მხოლოდ შეინახოს. მართალი ხარ და აქ შემოდის კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი თვისება. პოლოდროინდელმა კვლევებმა, მათ შორის დვალის და მისი კოლეგების ნაშრომებმა აჩვენა, რომ შავი ხვრელები არიან ასე ვთქვათ სწრაფი შემრევები, fast scramblers. სწრაფი შემრევები? რას ნიშნავს? შავი ხვრელი ამას აკეთებს ფიზიკურად დაშვებალ მაქსიმალურ სიჩქარეზე. გასაოცარია. ხო და ეს სწრაფი შერევა ძალიან გავს იმას, თუ როგორ მუშაობს კვანტური კომპიუტერი. ინფორმაციის სწრაფი განაწილება და დამუშავება კვანტურ ბიტებზე. და კიდევ ერთი რამ, შავი ხვრელები აბსოლუტური რეკორდსმენები არიან ინფორმაციის შენახვის სიმკვრივით. ერთეულ ფართობზე მეტი ინფორმაციის ჩატევა, ვიდრე შავი ხვრელის ჰორიზონტზეა შესაძლებელი, ფიზიკურად შეუძლებელია. ესე იგი, გამოდის, რომ ბუნებამ თვითონ შექმნა იდეალური მოწყობილობა ინფორმაციის შესანახად და დასამუშავებლად. აქედან უკვე ალბათ ლოგიკურია გადასვლა იმ ყველაზე თამამ ნაწილზე, უცხო ცივილიზაციებზე. თუ ეს მექანიზმი მართლა ასეთი ეფექტურია? სწორედ მაქეთ მივდივარ. თუ შავი ხვრელები მართლა ბუნების საუკეთესო კვანტური კომპიუტერებია, მაშინ წარმოიდგინე ძალიან განვითარებული ცივილიზაცია, რომელსაც აქვს ენერგიის მართვის წარმოუდგენელი ტექნოლოგიები. მათ შეეძლებათ ხელოვნურად შექმნან მინიატურული შავი ხვრელები. ხელოვნურად? კი,
დვალის შეფასებით ეს შეიძლება იყოს თქვათ 1000 ტონა მასის ობიექტები. ზომით ატომის ბირთვზე პატარა, მაგრამ კოლოსალური გამოთვლითი სიმძლავრით. ასეთ ცივილიზაციას შეიძლება ეს მინი-ხვრელები გაზარდოს ოპტიმალურ ზომამდე და ააწყოს ერთგვარი კოსმოსური სერვერული ფერმები. წარმოგიდგენია, კოლოსალური გამოთვლებისთვის. კარგი, მაგრამ ჩვენ ამას როგორ დავინახავდეთ? ესენი ხომ მაინც შავი ხვრელები, ანუ წესით უხილავი უნდა იყვნენ. მთლად ახეც არ არის. ასეთი ჰიპოთეტური კვანტური მონაცემთა ცენტრები, რომლებიც ალბათ ძალიან მაღალ ენერგიებზე იმუშავებდნენ, იდეალურად იზოლირებული ვერ იქნებოდნენ, მათ აუცილებლად ექნებოდათ რაღაცნაირი გამონაბოლხვი, სპეციფიკური სპექტრის გამოსხივება. ეს არ იქნებოდა ჩვეულებრივი ჰოკინგის გამოსხივება, რაღაც სხვა. თეორიულად ჩვენ შეგვიძლია ვეძებოთ ასეთი ანომალიური სიგნალები კოსმოსიდან. ესე იგი, უცხო გონის ძებნის კიდევ ერთი საკმაოდ არასტანდარტული მეთოდი გამოდის. კი, ნამდვილად, სეთისთვის უცხო გონის ძიებისთვის ეს სრულიად ახალი მიმართულება შეიძლება იყოს. მართლაც დამაფიქრებელია. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ჯერ კიდევ ალბათ თეორიასა და სპეკულაციის დონეზეა, ხო? რა თქმა უნდა. მაგრამ საოცარია, როგორ ლოგიკურად აკავშირებს ეს ერთი იდეა ამდენ განსხვავებულ რამეს თანამედროვე ფიზიკაში. აი, კვანტური ინფორმაცია, გრავიტაცია, შავი ხვრელები. ზუსტად. ეს არის მისი მთავარი ხიბლი ალბათ. და ბოლოს მოდით დაუტოვოთ ერთი კითხვა თქვენ, ჩვენს მსმენელს. ცოტა დასაფიქრებლად. თუ კი შავი ხვრელები მართლა ასეთი შეუდარებელი ინფორმაციული მანქანებია, იქნებ ისინი უბრალოდ პასიური ინსტრუმენტების სულაც არ არიან. იქნებ ამ კოსმიურმა ობიექტებმა მილიარდობით წლის განმავლობაში ინფორმაციის დაგროვებით, შენახვით, დამუშავებით, იქნებ თავად შეიძინეს რაღაც ინტელექტის მსგავსი, ან თუნდაც ცნობიერება. ეს უკვე ძალიან შორს მიმავალია. რა ვიცი, იქნებ ჩვენ ვეძებთ უცხო პლანეტურ გონს სხვა ფორმით, აი, პატარა მწვანე კაცუნების სახით, მაშინ როცა ის ჩვენ წინაშია, კოსმოსური მასშტაბის ობიექტის ფორმით და ჩვენ მას უბრალოდ ვერ ვცნობთ.